დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. მოგესალმებით ხალხო, როგორ ბრძანდებით? უნამუსო 5 თვიანი პაუზის მერე მე და რეზი გიბრუნდებით. კარგი სიახლეებით, ცუდი სიახლეებითაც და საერთოდ სიახლეებით. როგორ ახარ რეზი მოუყევი ხალხო? კარგად. თქვენ როგორ ახართ ხალხო? მომიყევით, გელოდებით. კომენტარებში გელოდებით, როგორ ახართ გითხარით. მოკლედ, ხასთან როგორც ხედავთ, ეს Subaru როგორც 5 თვის წინ დავაყენეთ, ისე დგას. საბურავები დაშვებული აქვს. აკუმულატორი ამოღებული აქვს, იმიტომ რომ ჩემ მანქანაზე დამჭირდა და სანამ შევცვლიდი, ეხა შევცვალე ზუსტად. აკუმულატორი და ეხა უნდა დავაბრუნო ამაში. თან ვნახო მუშაობს თუ არა. ეს მანქანა ცოცხალია თუ არა. არ დაქოქილა 5 თვე, ანუ მაგას სახე? 5 თვე ვაფშე არ დაქოქილა. 5 თვის მერე გაცოცხლება, ვნახოთ რა იქნება. კი, რა გეგმებია ეხა ამ მანქანაზე, სანამ რაღაცას ვიზავთ სასტავ. გაკეთდება, გაიყიდება, არაფერი დიდი ისე. ხო, ანუ არაფერი ისეთი მართლა, იმიტომ რომ ფერის შეცვლას რო ვაპირებდით ფიზიკურად არ გამოჩნდა სპონსორი და ბიუჯეტი არ გვეყო. შესაბამისად, უბრალოდ თავის ფერში დარჩება და პატარ-პატარ ნაწილებს თუ ესე ხელი შევავლეთ, ისე შევღებოთ, რომ მთლიანობაში მანქანას დაემსგავსოს და ალაგ-ალაგ შვიდობაში ფერები არ კონდეს. გვერდებზე შავებს მოვაშორებთ, საშინელება არის და სპოილერს თუ გავჩვით დავადგავ. არც ძრავის შეცვლას არ ვაპირებთ, არც არაფერს. უნდა მოვაგვაროთ უბრალოდ ტექნიკურად, რომ ყოველდღიური ეკონომიური მანქანა იყოს და ეგ არის. ამორტიზატორების შეცვლა უკანა ამორტიზატორები გასაკეთებელი, ABS-ის სენსორების შეცვლა და всё, ზეთის ღრის პრობლემა, რომ ბოლავს უკინა. და ფარების ნაყიდი გვაქვს შევცვლით აუცილებლად ამ ვიდეოში, ასე რომ დაელოდეთ, დავიწყოთ ახლა აკუმულატორის ჩაყენებით და მანქანის გაცოცხლებით. ისე ხო, ხა დამოვიწყდა. ჩვენ შეგვიძლია სპოილერი და ის არ ვიცი, მაგრამ ეს მანქანა ამოუწმინდოთ კიდევაც შეგინდა. კინაღამ დამავიწყდა. რეზის სასტავ ახლა ხანს გახსნა, ჩამოაყალიბა ოქტაგონ დიტეილინგი რეზიმ და მისმა ბიძაშვილმა. ძვაგაცმა. ამან არა ვალერი. მოკლედ, იქნებიან დიტეილინგის თემაში. კერძოდ მისამართი იქნება ამ ეტაპზე ვართ ვასუნის მე-4 მიკროში და გადავალთ ივერთუბანში გრინვეისთან ეგრევე. დეკემბრის 20 რიცხვი ვიქნებით უკვე იქეთ. კაი, მოკლედ, დიტეილინგი ვისაც გინდათ დაუკავშირდით რეზის ლინკი აღწერაში იქნება, ანუ გვერდს დაგილინკავთ და შეგიძლიათ მიწეროთ, რა თქმა უნდა, პროფესიონალურ დონეზე გააკეთებენ, აი ყველაფერს აბსოლუტურად. შედეგს ნახავენ ამ მანქანაზე. იქნება აქციების შემი გამომწერებისთვის სპეციალურად, პრომოკოდს დავაწესებთ გეტყვით ვიდეოს მსვლელობაში, ასე რომ დარჩით ბოლომდე, პრომოკოდს დავაწესებთ და მაგ პრომოკოდით რომ მიხვალთ რეზისთან, პირველად რომ მიხვალთ ამის დიტეილინგში, ექნებათ ფასდაკლება, საკმაოდ მსუხე ფასდაკლება, ასე რომ დავიწყოთ. ესეთი ფასი იქნება, რომ დამიჯერე ყველა შეიძლება გაკეთებას, აბსოლუტურად სუპერი. კაი, დავიწყოთ, всё. დავიწყოთ. ის ხალხი მოვარა. Subaru-ს გასაღები აქა. ბიჭო, იყო ღია. ხო? ხო, არ იკეთება იმის ხუთი თვე ღია იყო, ხო? ბიჭო, სულ ჩართული მოდი იყოს. გამოვყევი. 5 თვის გახსნილი Subaru ნახოთ, დამოვიწყალ მაგრამ ნახატი. მაინტერესებს რამე ნახოთ ეკა როგორ მაგინასაც ყველა 5 თვე, აი ნახე. განვითარდა საქართველოს ბექა. შეიძლება სტუκზე იცი. 5 თვეა მანქანა აყენია და მაგნიტაფონი კიდე მანქანაში და ვის რაღაცა შეიძლება გათლარიანი მაგნიტაფონი? რა ათლარიანი? Sony არის, ბიჭო. ნუ გადავიდეთ ჩემ მანქანას, ბიჭო. ხო, მალე ანტიფრიზები და რაღაცები შეცვლა დაგჭირდება, იმიტომ რომ ზამთარი გვიახლოვდება. ნელა. ხო და კომპანიებო. ეგრევე დაიწყო. ისე ძრავით შეიცვლება თუ იმე ზეთი კარგად. თუ იმ დააკაიფოს ხოლმე. არის, ხო? არის. მაგრამ მაინც შესაძლებელი იქნება 5 თვე. ხო, რა თქმა უნდა. ფრიზიც არის. ფრიზი რაც ბალი. აკუმულატორი? არ არის. აკუმულატორი არ არის, აკუმულატორს ახლა მოუწევ. ნახე, ჩავაგდოთ. ეგრე არის. ამოიწ. აუ. აჰა. რანა მინუსი არის იქეთ და იქ პლუსი არ არის? აი, ცოტა ჩემი კაი. ვარყალი. ეს ახალი აკუმულატორი წევან გამოიტანეს მაღაზიიდან. არ არის ეს ახალი. მანქანა თვალსა და ხელს შუა გაცოცხლდება. პორშინები თავებმა შეჭამეს შეიძლება.
ჩინები თაგებაში ჩავეზო. ზაო. ბიჭო, ბევრი რაღაცაა ეხლა ისეთი, ასაც მე პირველად ხედავ. მაგალითად 4 ცილინდრი რო აქვს და 2 აქეთ, 2 აქეთ. ესეთი ძრავი მე პირველად ვახეთქვა. ოპოზიტორზე ვერ გინახავს? არა. მართლა? ანუ ვიცი რომ არსებობს Subaru-ს აქვს, არის, სულ. მაგრამ არ მინახავს. მარტო Subaru-ს აქვს ოპოზიტორი ძრავი. მარტო არა, ანუ ძირითადად Subaru-ს აქვს. ხო და ანუ მე გეუბნები პრაქტიკაში არასდროს არ შემხვედრია. აი ეს არის პირველი რასაც ვხედავ. ო. 2 ცილინდრი აქეთ აქ. მაშინ რეზი მუშაობდა, ამას რომ ჩალიჩებოდის თავიდან. მე არ მაქვს ეს მანქანა ნანახი და ჩათვალე პირველი ვიდეო არის, სადაც მე ვჩანვარ ამ მანქანა. მანქანის გასაღებ მომ. მაიცები, მე და ხალხო არ მაქოქინებს. მე უნდა დავქოქო. 5 თვის მე. ბიჭო, ანუ შენ ხელს რასაც კიდე ყველაფერი ფუშტება და არ მინდა. მე 5 თვე გეყენა მანქანა. რა დასტურებ. თუ გინდოდა დაგეკოქა ეს 5 თვის განმავლობა. დამაქოქინე რა, გამახარებინე ჭია. რომელი გასაღებია, იცი ვაფშე? გავარცავ. აი, თუ რაღაცა ეგრევე ჩააქრეს. ეს იქნება ხალხო უეჭველი. უგემრიელესი ბარაბულკა. ავტომატიკა ყოფილა. ცოცხალია! იმენა კინო. ოჰო, ეგრევე ზეთი. იმენა კინო ძმაო. ეგრევე ზეთი რა. ოჰო. კონდენსატია რა ზეთი, ჯერ კონდენსატია. ხო, ეხა გავრეცხოთ თან, ხო, გავრეცხოთ თან და მე კიდე გავაგზავნოთ ნელა ამ დღეებში. სექსუალურად გავრეცხავთ ეხა. ფარები შევამოწმოთ, აბა. ხათე? დალნი? ლიზნი? აია. ბენზინით ეხა საშუალება ასწია. ბენზინი სასმელი არ არის. და პლიუსის არის, რა ქვია. მაგრამ 5 თვის ბენზინი არის. ზეთის ატრაბოტკასია. საკათი დაიწყო. არა, ეხა ვეცო. ვერცად ვერ გადავალთ ხალხო კიდე ერთი პლუსი, იმიტომ რომ ამ მანქანას აქვს ერთი ძალიან დიდი მინუსი. ბიჭო, არა ვიცი, კალონკამდე მივალთ. კალონკამდე მივა. ხო, ეხლა იმას ახლა დავბეროთ. მოგწესლობა, ბიჭო, რა ხელა პარტია არის. ეს იქ პატარა ერთი ბუჯმა მანქანა არის და რა ხელა პარტია არის იქ, ნო? ამ ხელა კაცი ვეტევი ჩე. ოპა. აი, რესაკეთ ბიჭო, დამილეცა მანქანა. და ცოცხლდება პროექტი, ბიჭებო, მოდივარ. ისევ შეიძლება ყველა ვიდეოში არ ვიყო, მაგრამ უჯიკებ ხოლმე. დიდი მანქანა კიდე იცი? რა? ატრაგე, რომელ წლიანია? 4-იანი. 2004-იანი? მე кайფები, ჩემ მანქანა არის 2015-იანი და ეს არა. იქ დაშუშა დარჩა. იქ და ხო, იქ და რა, აბრატავე რა. ჯერ რომ გაკეთ ხუთი რო დაგიკაჩავებინა. გვაქვს. იმენა კარდანში გაყოფეხი მუხრუთმა დაიჭირა და გვაქო. ხვედი გაიგეთე ოპერატორი. აუ, ჩემი დამავიწყდა რომ მაგდონალდს მარჯვენა. აი, მოძრაობთ. ხო, რატო? ხანდაო. 5 თვე არ განძრეულა ეს მანქანა. მე ერთი, აი, ჩემი პირადი სუბიექტური აზრით, რაც მე მითხრდება მანქანაში, ის არის რომ მარჯვენა საჭირანი არის და ტრაქს ათამაშებს სტრიპტიზიორით. აი, დანარჩენი არაფერი. ეს იყოს. მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მანქანა მოძრაობს ჯერჯერობით რა თქოს არ ბოლავს. გადააკეთე. ნუ იმას იზავს დაეწვეთება ზეთ ცოდნა რო წვეთავს. ხო. და უკან გამშვებზე ეწვეთება, ცხელი რო არის გამშვები, მე თავისთავად ბოლობს რა. მანამდე არა. შემდეგი სამუშაო დღეი. გვეღირსა. მანამდე რეზის რაღაცებს ვაგვარებდი აქ და არ გვეცალა ჩემთვის და რეზისთან ნახე რა გავაკეთეთ. სრული ქიმწმენდა ამის მანქანის. ამოვაწკრიალეთ, ამოაპრიალეთ, მანქანა ქარხნიდან გამოსულს გავს, ისეთი სუფთაა. მოკლედ ულაქებიანი იყო ამის სავარძლები და აი ესეთ ხარისხს დაგიდებთ რეზი, აი ულაქებო სავარძელი იქნება
თქვენ მანქანაში როცა მიყოლთ ამის გიმწმენდაში. რეზი გაგიპიარე ადგილი, всё, ფული გადაიხადე, არ მაინტერესებს. ფული დაიდოს. ცოტა ხანი ვართ ამ გარაში, ეგეც უთხრათ ბექა. ხო, ცოტა ხანი ვართ ამ გარაში და მალე გადავალენ. ამთვის შუა რიცხვებამდე და მალე გადავალ ძალიან კარგ გარაში და შეიძლება ბექაც გადმოვიდეთ. მარა Subaru-ზე სამუშაოთ კიდე დავააპგრეიდეთ რეზის გარაჟი ცოტათი. და აქ რატომღაც ყველაფერი გამოგვიერთეს რეზი. ხო, განათებები დავამატეთ, რომ კარგად გაანათო საქაურობა ეს რეზის გასოცხლებული ემელი, რო განახეთ ამის ძრავის ჩადგმა. და ახლა უნდა გავიდეთ საბურავი გავაკეთოთ, უკანა მარჯვენა საბურავი იშვებს, მგონი წინა მარცხენას, მაგრამ ჯერ უკანა მარჯვენას გავაკეთებ, იმიტომ რომ მეზარება წინა მარცხენის გაკეთება. პლუს დღეს ანტიფრიზ ზეთს შევიძენთ, ქვემოდან გავრეცხავთ მანქანას, რომ ვნახოთ საიდან გაზდის ზეთი, რაც დიდი ხანია გვინდა რომ გავაკეთოთ. მე უკვე ჩამოსასვლელი არის სპოილერი, დღეს შევცვლით სავარაუდოდ უკანა მაშუქებსაც, თუ დაგვრჩა დრო, თორე ამ ვიდეოში უეჭველი შეიძლება. სპოილერის შეცვლა შეიძლება შემდეგ ვიდეოზე გადაიწოს, იმიტომ რომ ჩამოსასვლელია და ხა დიდი ხანი რომ გალოდინოთ კიდე მე-7 თვე რო არ გაიწეროს ვიდეოსი. დავდებთ ცოტა მალე, ასე რომ წავით ახლა გავრეცხოთ მანქანა კი არა, მანქანა ქვემოდან გავრეცხოთ და სულ მავიწყდება რომ მარჯვენა საჭიანია და მარცხნივ ვჯდები ხოლმე ამ მანქანაში. იცი რატო? რატო აბა? რო ვარყალი. ხარყალი. ოკეი, წევიდით. აუ ისე ახლა გამახსენდა რეზი ამაზე რო ქიმწმენდას გავაკეთებთ, ლაქებს რო ამოვიყვანთ აქედან. ბიფოროსტერი გადავიღოთ. და ჭერი უნდა შევცვალოთ ჩვენს მეგობართან, არა, ჩვენს ძმა და მეგობართან, დემესთან უნდა მივიდეთ უეჭველი. დემემ დაამატა ასევე დემეს გარაჟი, რო დასერჩოთ Google-ში მაპზე აგიჩვენებთ სად არის, დიღომში არის და ზუსტად მანდ მიგიყვანთ. ლანსერზეც მაგან დაგვეხმარა ჭერის გაკეთებაში, ლანსერზე კი არა, BMW-ზე. E46-ზე და ამაზეც ეგ დაგვეხმარება. პლუს ნოხების გაკეთებაც გვინდა და ალბათ მაგაშიც დაგვეხმარება. ოღონდ თქვენ მოდით ჩვენამდეო და ვერ მივედით ფიზიკურად და ამ დღეებში ვაპირებთ მისვლას. ქიმწმენდა იქნება ამისი ძალიან მაგარი და კიდე ერთი ახალი ამბავი გვაქვს სასტავ. შეიძლება ადგილი გქონდეს სამუშაოდ. მალე, სულ მალე, არ ვიცი ზუსტად ასე რომ ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. შემდეგ ვიდეოში შეიძლება უკვე ახალი ადგილიდან დავიწყოთ ვიდეოს ჩაწერა. ან იმის შემდეგი ხო რა. სანამ გვისურვებთ წარმატებები სპონსორები გამოდით არ ჩახართ და დავეშვით. მადლობა სხვათა შორის ელიტმობის რომ გამონახა ჩვენთვის ფინანსები ცოტა და ზეთს ელიტმობის დახმარებით ვცვლით მანქანაში პლუს ანტიფრიზს ჩავასხავთ. უეჭველი ნახეთ ორიგინალი ამერიკული ტელეფონები აქვთ. როგორც უკვე იცით, თუ გნებავთ ტელეფონის შეცვლა, ეწვიეთ ელიტმობის მაღაზიას წერეთლის პირველ ნომერში. ნახე რა ურნა BMW. შენაგავო. კარგად კი დაკატავდიო 26-ით. წავედით ხალხო. პრინციპში რა წავედით? მოვედით. თითქმის მოვედით. აქვე არის ჩვენთვის ვულკანიზაცია. ვულკანიზაცია. მაგიტომ მევასება ოაზის უბანი რომ ყველაფერი გაქვს ხელის გულზე. აქვე გაქვს ყველაფერი. ნახე. აი ვულკანიზაცია, აგერ იაღოველები, იქეთ ეკლესია. სასაული რა. ჩორაც ცუდი ვიდეო დაიწყო ჯერ რა. არა, აი ხალისები. ხალხო ხო გევასებათ ესეთი ვიდეოები დაწერეთ კომენტარებში და კიდე უფრო ბევრს გადავიღებთ. მივედით? მივედით. ესეც პატარა ტური. მე ხალხო, სპონსორები გამუშავე და ბექა წავალთ გერმანიაში მანქანა. აღარ გავუჩერებ თორე. დღეს ზაპოს დაბადების დღეს ხალხო შორის დაწერეთ კომენტარებში #gilotsav. ჩაატრიალე, რაც ვერ გავაჩერებ. Let's go! ეს ექსპლონტად ძმაკაცის ნახვა შეიძლება. კი. მე მანქანა გასერცად მოვიდა თუ რაზე მოვიდა არ ვიცი. მოვიდა ცოტა ზღაპო უნდა გარავდი. ის ზღაპო არის დიახ ლანსერი რომ ამის ჰაერში ამიწია იმენ რო აღპუნა. ზღაპო ძალიან მაგარი კაცი არის. ხალხო მოდი ამ მანქანაზეც დავუსვათ. არა, მანქანაზე არ დავუსვათ. ადგაი ხა. სადმაკეთო დაგყვადია და პროდუქტების საყიდლათაა ბიჭი. ზღაპო გილოცავ ზღაპო. დაგინახეთ და დავახარ ძმა გილოცავ. შენ უფრო კაცო. გილოცავ. კომენტარებში ხალხო გილოცავ ზღაპო დაბადების. რას მილოცავ ვიდეო ჩააკრე შვიცარზე შეიტა. წამარე ჩემი მანქანას გავანახოთ. აუ ზღაპოს ახალი მანქანა ყავს და შვიცარიაში. ბექას უნდა დაუდგე რუსთავის ტრასაზე და აი სადაც გინდა იქ გავწურა. რითი ბიჭო? წამო ჩემი მანქანა გავაცოცხლ და იმით დაგიდგები. ბიჭო შენ გაგორებულზე გაგესწრებ აი ესე ფურთხები ხო? კაია, პატარა ბავშვი განახლა ამ მანქანას. წამო როგორ ჩაკეთე. გამიკვირდა რა არის? მოდი მეც დამაჭეინეს. აი ესეც ზღაპოს მამალი იქტერა. მაიცა. რა გინდა? რა კაი ტიპია.
ეს მეუნება რომ შენ საუდის გაუსწრეფო რაღაც არ ამგონია. ჩემი ლანსერი ხო ახტუნე და აფრინე, იცოდე იგი არ გააკეთა. დაჯექი ჯიგარო. მოდი, ნუ გეშინია. დეკა ექსკლუზიური კადრები გადახდა. აი მე დედა. ეს ყველაფერი რასაც აქ იხილავთ გადაღებული არის დახურულ ტერიტორიაზე ან ექსპერტების მიერ. ან AI-ით არის გაკეთებული? AI-ით არის გაკეთებული? ვაიმე. მეთქი. გამაზე სიჩქარე ბანძო. სიჩქარე 20. რაღაცა ბოლი შემოვიდა. მიშვენეთ. ნელა ბიჭო. ხო, დახურულ ტერიტორიაზე ეს ყველაფერი გაკეთებული ხალხო ავტოდრომზე ვართ. რუსთავის. ვაზისურის ავტოდრომზე ვართ. ბიჭო. ვერ ახედავ. აბა ბიჭო. ნუ გეშინია პატარა მეც მიშინი. გადი ბიჭო. შენ თვალეს ცეპლენია? ცეპლენი კაცებს არ ჭირდება. არც თორმუზი არა მაქვს ისე ცნობისთვის. ბიჭო რაღაცა ბოლი შემო აი ეს რეზი იწევა. აი ცადე ხა გავიდე. სადაც საჭირო. არსად არ გავხდიდი შენ ჭირი მე. დაგვერხა ოფიციალურად ვერ მივედი. მოიცა მე შინია მაგბოლის გაწიე ბიჭო. მართლა მე არა მივიდეს. აი ცა ბიჭო რასაკეთებ რამხელა ავტობუსია. ხო წეგან ზღაპომ რა იყო და რეზიმ თავი აატყავ ვერ დაინახეთ იმიტომ რომ გამეთიშა გადაღება ახტომისას. დაასტუკებ მათოს გაანებე თავი. გაკეთება ძმა? არა ეს მომჩარიდო. აბა ქვემოდან არაფერი არ ჩანს, მაგრამ გაირეცხება რა. აი ეს. ვაზისუბანში მეორე სამრეცხავში რომ მოყავთ, აი ამ კაცთან უნდა მიხვიდეთ პირდაპირ. მაგარ ჯიგარ კაცთან. გაგა რეკლამი აი. ახსუზეთიანი აი მენა. ვაფშე სუ. მოდა საიდან გაზდის ეგ უნდა დავადგინო რა მე. შეიძლება კარტერიდან, შეიძლება კრიშკიდან, რავი. ხო, კრიშკის. თუ უკრანა. უკანა სალნიკი შეიძლება, ანუ ჩამოვიდა კარობკა. ნახოთ რა. რავი, აბა შენ იმედი მაქვს. არა უშავს, ნელა გასუცხლდები ჩემო ძმო, აღარ გაგივაზეთი. ეგ არის ქვემოდან გარეცხილია. ახლა ბენზინს ჩავასხავთ, საწვავი გვინდა. მინდა კიდე ზეთები ვიყიდო, ანტიფრიზი და რაღაცა. შევუდგეთ ქვემოდან გამოკლევას იმისა თუ საიდან გაზდის. ერთი ჟილი მაქვს ამის სპოილერი ჩამოვიდეს რა, ძალიან მინდა. მე ჩამოვიდეს. ჩამოვიდეს, სად მიდის რომ? შენ მანქანა მევიდეს. დაგინა, მანქანას გადაუღე, მე რაც მიღე სახი გვალს. სიმპათიური ბიჭია. ვიცი, ხო. პირველი გამოგაზე და ჩააწუწებს კენდა ჩაასხავს ბეკა. ოგაია. არიღება? აიცა? ამანქანაში ბენზინი არ ჩაუსხია და არ იცოდა რომ იღება შიგნიდან. სულები. პრემიუმი მინდა 20. აი ბიჭო, ნუ მიხარჯავ მემორის ტყუილა. ახლა შავხედოთ აქ რა ხდება. так, სავარაუდოდ ერთ-ერთი კრიშკის პრაკლატკა აქედან მოდის ან შეიძლება ერთ-ერთი შკივის იყოს. აქ ჯერჯერობით სუფთაა. ჩემით მოვაგვარო თუ ვინმეს მოვაგვარებინო ეგ არ ვიცი. გავარქვე მაგას მოვიფიქრებ. იმიტომ რომ ოპოზიტურ ძრავებზე არ მიმუშავია და რამე არ გავაფუჭო. так, ჩასწორება ხო, მგონი ერთ-ერთი შკივიდან გაგვდის ზეთი რა. ან ძრავის წინა სალნიკი თუ აქვს ამას, ხო, მანდან გაგვდის. ძრავის წინა სალნიკიდან სავარაუდოდ. იმიტომ რომ კრიშკები არის აქეთიკიდან, აგერ ერთი არის, აგერ მეორე. და ორივე მშრალია. ხო, რა ხან ორივე მშრალია, ეგ არის რა. ძრავის წინა მხრიდან გაგვდის. კაი, მაშინ მე ვიყიდე ახლა ანტიფრიზი და ზეთი. მოდით შევცვალოთ. კიდე კაი წყალს და რაღაცას არ გვიღურის. ზამთრისთვის გავამზადოთ ჯობია. რო ბლოკი არ გაგვიყინოს. ბიჭები აგერ ვარჯიშობენ, აკერ ხერევენ მანქანას. მე ჩემთვის მუშაობ და ხო, ეს არის რეზის გარაჟის აპგრეიდი. განათებები დავაყენეთ.
ეხა ბევრად განათებულია. გვიჭირდა ხედვა ისედაც აქ ასე რომ საჭირო იყო. ჩვენ რა ჩანს ყველაფერი. და ქვედა განათებას დავითრით. სამასი საუკუნე არ შეცვლილა ზეთი მგონია აქ. მაგრამ შეიძლება ვალე ის არის წლის კი არა. აუ დაილოცოს ეს ცეპი. რიზმენ, ზეთი მომაწოდე რა. გახსენი და ბარემა ეგ ხამისხი ცოტა. ჰენდომეტრი. სა. მანქანა ხაიხი როიწე და მოამო. აბა, იმენა მხეცია. ნახე ხა უწოციო. დეტამო. მოჩი. თიქო ბაგეთებია ის. მართლა. მართლაცია. აგიჟი. ორი დასავწევ. ოკეი. აი წინა მთავარ სალნიქს რო შევწვი, მაშინ ვიქნები მაგარი, მაგრამ ეს ზეთი ისეთი შესაძლებელი იყო, რომ რა ვიცი. და ანტიფრიზსაც ჩამოუშვებ ბარემ. აი იღლიაში მაქვს. იღლიაში ჩაგივიდა? ხო. მიდი. გამოვატრევ შეუბეთა. ოკეი. ეხლა ისხმევა დაბლა წყალი, რაც იყო სისტემაში. ასევე ზეთი შეცვლილია, ჩავასხით ახალი ზეთი უკვე. დგას იდეალურად საშინელ ფერზე იყო ზეთი. გავიგე რომ მანდა ხარ. აი ესეთი ფერის ზეთი იყო. შავ-შავი. გამორთე გაბარიტი ბიჭო. და ახლა კიდე დავქოქავთ და ნახავთ რომ ყველაფერი გზია. მუშაობს ყველაფერი იდეალურად. მანქანას დამშვიდდა ცოტა. აი ეხა იმიტომ დავქოქე ფრიზის გარეშე რომ სისტემიდან ბოლომდე გამოიტანოს, რაცაა წყალი. და მე ჩავასხავ. სულ მიდის 7 ლიტრი, სადღაც 7.5 ესე. 3 ლიტრს გავაკეთებ ანტიფრიზს და ნაცენი გამოხდილი წყალი. იმიტომ საქართველოში მეტი არ გვჭირდება. ეგ არის, წყალი ჩამოცლილია, შლანგი დავაერთე. ახლა უნდა ჩავასხათ მწვანე G11. რაც არის გაწერილი ამ მანქანისთვის და რა თქმა უნდა გამოხდილი წყალიც. როგორც საჭირო, ისე ვაკეთებ ზუსტად. არ ვიცი ამდენად ორიგინალია, არა ორიგინალი არ ვიცი, მაგრამ ოკეი, ძველი მანქანაა მაინც და არავნებს ზამთარში არ გამიყინავს. აი მივასხათ. და თან უნდა დავაკვირდე რომ ქვემოდან შლანგი ძველი იყო, ძალიან გახევებული და არ გაზდიოდეს. ეგეც უნდა ვნახო. აი, შლანგიდან მგონი არაფერი არ წვეთავს. და ძალიან კაია. ანტიფრიზი ჩასხმულია 3 ლიტრი. გავაზავოთ წყალში. ოკეი, რავი, ჩავასხი სულ და დაატრიალებს სისტემაში. მუშაობს იდეალურად, მუშაობს ჩვეულებრივად. შემდეგი საფეხური როგორღაც ზეთის ღვენთვის მოგვარება. ბევრს ღრისო არა, მაგრამ ნუ წეთავს რა. შეიძლება ვინმესთან მივიყვანო და სპეციალისტ შევაცვლევინო ეგ სალნიკი, შუასადებით რაც არის. ეგ არის, მანქანა მუშაობს, ყველაფერი გზია. ვერაფერს ვერ ასწრებს სხვას. ხვალ მოვასწრებ წესით ფარების შეცვლას და ვნახოთ. ფარებს ხვალ შევცვლი. და კიდე რაღაცებს ვეჩალიჩები. აი ზეთის ღვენთვა უნდა მოვაგვარო მალე. ესეც მომდევნო სამუშაო დღე. სასტავთან ერთად ვართ, ესე იგი აქ იმწმენდებენ იქ მანქანას. მეც დავეხმარე და ბაგიტ ვარ დაღებებული. ამაზე ადრე ფიზიკურად არ მომიხერხდა და ფარები რა შევცვალოთ. როგორც იქნა, უკანა ფარები. სპოილერი სავარაუდოდ შემდეგ ვიდეოში დაგეწევათ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ჩავუასწრო. პლუს ABS რომ ინთებს, გავარკვიეთ რატომ ინთებს. იმიტომ ინთებს, რომ უკანა მარჯვენა საბურავის სენსორი, სიჩქარის wheel speed sensors რო ეძახიან, მაგაზე არის სადღაც გაქექილი კაბელი ან რაღაცა ეგეთი და ნახავ მაგასაც. მაგრამ ჯერ ფარები უნდა შევცვალოთ. ძალიან ლამაზი იქნება. მეღირსა ეს ფარები. სპოილერიც მინდა რომ დაყენდეს, მაგრამ ჩამოვა მალე. იმდენი დამიჯდა ხალხო ეგ სპოილერი, რომ აი ცხოვრებაში არ მეგონა თუ მაგდენ სპოილერში გადავიხდიდი. ოკეი, დავიწყე. მე ხა უნდა შემოგთავაზოთ გაყუთვა ამ ჩვენი ნანატრი ფარების. აი ესე მშვენი და შეგვიფუთა ჩვენმა ამერიკელმა და იმედი მაქვს არაფერი არ გადნა ზაფხულში რომ სიცხეში იყო. შევამოწმოთ რომ არაფერი არ არის დაზიანებული. იდეალურია. აუ რა კარგია. ძალიან იდეალურია. და მეორე ვნახოთ.
მეორეც ანალოგიურად, კი. აუ, რა კაი მდგომარეობაშია. შვენიერი. არის შოვება აქ ეს ფარები ხალხო. ეგრე რა ბიჭო როგორ არ იმენა შეივსო. ძლიერს გვეღირსა ნორმალური ფარები. ამ ფარს მარტო აქ ბზარი, მაგრამ ბზარია და გამოსაცვლელია. ამის გამოცვლი. და პლუს ამოვარდნილია უკვე აქედან. იქით ფარი კიდე ასეთ მდგომარეობაში იყო. და ეს უკვე სხვა საქმეა, შენურად გამოიყურება. всё, სრულყოფილად გამართული ფარებით ვართ უკვე. მიოქოქო და შევამოწორო ყველა ნატურა მუშაობდეს. მუშაობს ძმა. გაბარტები უკვე არ მუშაობს. გონი ნატურები მაკლია. აი, გადმოვიტან იქიდან და ამგონი არ შემიერთებია ეს. მაგარი ვარ. სტეკერი დამჭა უეჭველი. კი, სტეკერი დამჭა, რა თქმა უნდა. აბა ავანთეთ. დია. მარაჰო. აქედან თუ რა დამწვარი გულჩას. დამწვარია. ეს კონდენსატი არის ნერვიულოთ. სერიოზული. კონტაქტი ყოფილა. ეგ არის, მუშაობს. მუხრუც დავაჭერ. უკანსვლაში შევაგდებ და მითხარით იმუშავებს თუ არა. მუშაობდა? ჩვენერი, როგორც ჩანს, ყველაფერი მუშაობს. ეს ჩარტი აბა ის ავარებლები. მუშაობს, ძალიან კაი. ისე მაგრა, გაკეთებული, ძმაო, ტორპედოს ნაწილი მეგონა ეს. ჩვენერი. ხო, არ არის გატაშილი. აბა. ეხლა. კაი, ეხლა უნდა მივხედო ABS სენსორს. ალწევს. ისე ხალხო ეს ABS სენსორია გაბრჭებული, ნუ აბა და კაბელები. კომენტარებში მაინტერესებს მე ბექას აზრიც და ხალხის აზრიც ორ წელს აპარაში მუშაობთ კოკა-კოლა. თან ვაფშე რა ეგ ხომ ცნებაში არის რომ კოკა-კოლა ჟანგს ჭამს. ამასაც შეჭამს. ეხლა ჰაერში უნდა ავსწრო ეს მხარე ბორბალი მოხსნა და ვნახო ABS-ის სენსორის გაყვანილობა. რა დღეშია და როგორ არის. მე მგონი დღეს ჩავაქრობთ ABS-ის შუქს. ABS ენერებს რო შლის აქ. ხო, დიაგნოსტიკაზე ერთადერთ რაღაცას აჩვენებს. ანუ ვერ კითხულობ ჩემი დიაგნოსტიკა ნორმალურად ამ მანქანას და აჩვენებს მარტო ABS სენსორს კიდე კაი და რომელ ABS სენსორს აქვს პრობლემა, ეგეც მანახა რა. რომ ქნათ. სად შეიძლება იყოს ABS-ის სენსორი? სად და აქ და უი რატო არ მუშაობს ABS-ი? ეგრეთ ვიცოდი რომ ეგეთ რაღაც დამხტებოდა სასტავ. ეს თქვენი ABS-ის სენსორის კაბელი. გამწყდარ? ის ხო, ვეძებდი ABS-ის სენსორს და ვერ ვნახე. და რატო ვერ ვნახე? იმიტომ რომ უბრალოდ დაკარგული გვაქვს. ხვრელს ხო ხედავთ? ხო, ზუსტად აქ უნდა იყოს ეგ სენსორი და საერთოდ არ არის. მოწყდა როგორც შანს. როგორანაირად არ ვიცი. არა ხო, უბრალოდ ვიყიდი ამ სენსორს. ეგ არის. პლუს გამოსაცვლელი გაქვს უკანა ამორტიზატორები. მანქანა დახტუნაობს, ან სრული ამ სიტუაციის მნიშვნელობით დახტუნაობს. რა მოსწორმასწორებაზე რომ გადავიარო, ასე რომ უკანა მხარე უთამაშებს ესე. ხო და ეს უნდა გამოვცვალოთ. ორი ამორტიზატორი, ერთი ABS-ის სენსორი, ცოტა ვიზუალურად შელამაზება, სპოილერის დაყენება და ეგაა, შეგვიძლია გავუშვათ ეს მანქანას თავის ახალ პატრონთან. ხო, ასაჯობია. ზედამ დღეისთვის მგონი ეგ არის. ABS სენსორს აქ რამდენად შევიძენ, არ ვიცი, ალბათ მაგის გამოწერაც მომიწევს და მე უკვე გადავალ ამის ტექნათვალიერებაზე, ტექნათვალიერება გავატაროთ. ვიცი, აქამდე უნდა გამეტარებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვქენით. ასე რომ მაგას შემდეგ ვიდეოში გავაკეთებთ. შემდეგ ვიდეოში ესე იგი ჩამოვა სპოილერი, ვიყიდით ABS-ის სენსორსაც, მივაყენებთ და იმედი მაქვს რომ ტექნათვალიერებას გავატარებთ.
ძალიან დიდი ხანი გავუდგინეთ ვიცი ამ ვიდეოზე, დიდი ბოდიში, მაგრამ ფიზიკურად რა გამოდიოდა სხვანაირად. ხან მე არ მეცალა, მე არ მეცალა და არ მეცალა, იმდენი რაღაცა მოხდა მოკლედ ამ თვეების განმავლობაში, რომ ფიზიკურად ვერ მოვიცალე ამ არხისთვის. ალკერეზის არ ეცალა ხოლმე და ნუ ადგილი ფიზიკურად არ მაქვს რომ ვიმუშაო ჯერ, მაგრამ შეიძლება მალე ეგეც შეიცვალოს. ამ არასწორის გამო რა თქმა უნდა მოვიცალე. ესაც ჩამოგითვალთ მაგას პლუს, წინ როგორ გიზეთი რომ გავაკეთებინოთ ვინმეს, იმიტომ რომ მე მეშინია მაგ კომპონენტებს რომ შევეხო ჯერ. შესაბამისი ხელსაწყოები რახან არ მაქვს, მაგრამ ნენდა რომ ხელს გავიწევ, შეიძლება ჩემი ძრავით დავშალო. ძრავით. ასე რომ ხო, პლუს ხალხო, ძალიან დაგემშვიდობებით. რეზის აქვს ერთ-ერთი ყოს ათქმელი. მოკლედ ვინც გვერდში მედექით და ბალეში ყოფდით რაღაც საქმეებში, ანუ ვიდეოების გადაღება რო გინდოდათ ჩემ მალმალე დამედოდა სხვა კონტენტი კიდე მაგასაც წერდნენ რომ ერთ და იგივეს რო იღებდო სხვა რაღაცეები გადაიღებოდა და უფრო საინტერესო იქნებაო და მერე ვინც არის იცით და ვინც ახლა გაიგეთ გავხსენით ქიმწმენდა მე და ჩემმა ძმაკაცმა ოქტაგონ დიტეილინგი აღწერაში იქნება ჯგუფის ლინკი და აღწერაში იქნება ჯგუფის ლინკი, გვექნება აქციები, საახალწლო აქცია გვექნება და საახალწლო აქციის გარდა გვექნება იმენნა ჩემი აქცია. ნო, ჩემი აქცია, ესე იგი, რომ ჩემი მიხვალთ აქცია შენ გააცანე ხო? თუ მოხვალთ ოქტაგონ დიტეილინგში, რომლის ჯგუფსაც აღწერაში დავტოვებ და მის წერტპირადში რომ ბექასგან ხართ და ბექას ვიდეო ნახეთ, 40%-იანი ფასდაკლება გექნება. პირველ დიტეილინგზე გექნებათ 40%-იანი ფასდაკლება, ძალიან მაგარი არის და დიდი მადლობა ბიჭებს, რომ კიდევ აგეცად აქციას თავაზობენ ჩემ გამომწადებს. კი. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გვერდში გითხარ შენს ყოველთვის. დღეს ამოვიდა, მანქანა დაშალა. არ იყო წუჭყიანი, მაგრამ რომ მოიყვანა სპეციალურად დააწუჭყიანა. მე მოიყვანეს და ეხლა ვაკეთებთ. ასე დაამგვარად სასტავ დიდი მადლობა თქვენ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. ძალიან გაგვეწელა ეს ერთი ეპიზოდი, მაგრამ არა უშავს გავაგრძელებთ შოულ რეჟიმში და აღარ გავუდგინებთ თვეები. ჩამოგვდის სპოილერი, ჩამოგვდის კიდე რა ჩამოგვდის, მეტი არაფერი ჩამოგვდის, გამოვიწერ ABS-ის სენსორს და ან აქ ვიყიდი. მოვაგვარებ ზეთის ღვენთვას, მივალამაზებთ მანქანას და გავუშვებთ შემდეგ მანქანაზე გადავალთ. ხო რა, მაგრამ ყველაზე მეტად მე მაინც 46-ზე დამსწრე. არა, ლანსერზე დამსწრე. ეხლა ლანსერი რო ჯარში ჩააბარეს, ხო იცით ალბათ, ხო? ლანსერი ჯარში ჩააბარეს, მაგრამ რატო დამსწრე? ეხლა ხალხს ერთი სიტყვას გეტყვით ხალხო. თებერვალიან მარტი იყო, მე და ბექამ დავიწყეთ ლანსერის შეგება. სადღაც ამ დროს დავიწყეთ, 6 საათი იყო თუ 7, გამთენის 4 საათზე მოვდით. აი მაგ დღეს რა სენტიმენტების იყო მაგ მანქანაზე რო ემოციები და თუ გახსოვთ ამასთანავე რომ ჩამოდიოდა გზიდან და ერთიანი ეფექტი რო ნახეთ დილა სასწაული იყო და აი მანქანა ყველაზე მეტად დამენანა და ამ მანქანას თუ წაიყვან და შენ ახლა მე მიყურებ რა მოუარე ძმაო აგერ წვალობთ ხალხი რატო აბარებთ ორ არ შეიძლება ეგ არის მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და დროებით